და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. ჩვენ ოდნავ მოგვიანებით განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად დისკუსიის რეჟიმში ამ საკითხს და მათ შორის კანდიდატებსაც. ახლა კი თურქეთი, რომელიც რა თქმა უნდა აქტუალურობას არ კარგავს, იქ მიმდინარე პროცესები და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ გეგამ გალობლიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ყოფილ ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში და მას დაუსვამ შეკითხვებს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც თურქეთში ხდება. მოგესალმებით, საღამომშვიდობისა, ბატონ გეგა. ბატონ გეგა, გესმით ჩემი ხმა? საღამომშვიდობისა. კი, მესმის. საღამომშვიდობისა. ბატონ გეგა, აი ამ პროცესებს თუ დავაკვირდებით, რომელიც ახლა თურქეთში მიდის, თქვენი აზრით მოახერხა თუ არა ერდოღანმა, რომ არმია, როგორც 10 წლეულების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე თურქულ პოლიტიკაში გაანეიტრალა როგორც პოლიტიკური მოთამაშე თქვენი აზრით და მოახერხა თუ არა მან დაემარცხებინა მისი პოლიტიკური ოპონენტი, როგორც ბევრი აფასებდა არმიას. ნუ ფაქტია, ერთი რამ შეგვიძლია ცხადად და ნათლად გამოჩნდა, რომ დღესდღეობით თურქეთის შეიარაღებული ძალები უკვე რამოდენიმე წელია ეს არ მომხდარა ამ ამბოხის შედეგად. ეს უკვე რამოდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა ერდოღანმა მოახერხა ის, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები აღარ და ვეღარ თამაშობს თურქულ პოლიტიკაში იმ როლს, რასაც ის თამაშობდა წლების განმავლობაში. ანუ თურქეთის შეიარაღებული ძალები წლების განმავლობაში თურქეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ითვლებოდა სეკულარული პრინციპების გარანტად და პრაქტიკულად იყო ესეთი დამაბალანსებელი ძალა ნებისმიერი არჩეული პოლიტიკური ძალის. თუმცა წლების განმავლობაში პრეზიდენტ ერდოღანის, მანამდე პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ერთ-ერთ მიზანს სწორედ წარმოადგენდა, რომ ეს რეალობა შეეცვალა და თურქეთის შეიარაღებული ძალები მოექცია სამოქალაქო კონტროლის გავლენის ქვეშ, რაც ბუნებრივად ძალიან ბევრ სხვა ევროპულ სახელმწიფოში, როგორც ბუნებრივად სხვა ბევრ ევროპულ სახელმწიფოში. ასე რომ დღეს იმაზე საუბარი, რომ ამ ამბოხის შედეგად ერდოღანმა მოახერხა შეიარაღებული ძალების განეიტრალება, ჩემი აზრით არასწორია, იმიტომ რომ ეს უკვე რამოდენიმე წლის წინ მოხდა. თურქეთის შეიარაღებული ძალები თურქულ პოლიტიკაში იმ როლს აღარ და ვეღარ თამაშობს, რასაც ის წლების განმავლობაში თამაშობდა. ბატონ გეგა, ბევრი ექსპერტის შეფასებით ერდოღანი დღეს არის ისე ძლიერი, როგორც არასდროს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებებს, თქვენი აზრით ერდოღანისთვის რა არის? გაიმეოროთ შეკითხვას შეიძლება. ბატონ გეგა, ბევრი ექსპერტის შეფასებით ერდოღანი დღეს არის ისე ძლიერი, როგორც არასდროს მისი მმართველობის დროს. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას, თქვენი აზრით პირადად პოლიტიკოს ერდოღანისთვის და თურქეთისთვის რა მთავარი გამოწვევები გახდა ნათელი დღეს? რა საფრთხეებს და ხიფად შეიცავს ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით თურქეთის სახელმწიფოსთვის? კი, ნუ ახლა დღეს ვეთანხმები აბსოლუტურად, რომ დღეს პრეზიდენტი ერდოღანი არის ძალზე ძლიერი და მას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ საბოლოოდ გაუკეთოს კონსოლიდაცია ხელისუფლებას და პრაქტიკულად გაწმინდოს სახელისუფლებო შტო, სახელისუფლებო განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები და ზოგადად პოლიტიკური ველი მისი ოპონენტებისაგან, რასაც ის ხშირად პარალელურ ხელისუფლებასაც ეძახის და აბრალებს გულენს ხოლმე ამ პარალელური ხელისუფლების ფორმირებას, ასე რომ ის ძალიან ძლიერი არის დღეს. თავარი საფრთხე, როცა ჩვენ განვიხილავთ ზოგადად ამ შეუმდგარ ამბოხს, თავარი საფრთხე იყო ჩემი აზრით ორი. პირველი საფრთხე ეს იყო თავად ამ ამბოხის შესაძლო გამარჯვება. ანუ თქვენ პრეზიდენტ ერდოღანს აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ის სარგებლობს მოსახლეობის სრული მხარდაჭერით. შესაბამისად, ძალიან მაღალი მხარდაჭერის ხარისხით. შესაბამისად, ნებისმიერი მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერის მქონე დემოკრატიული ძალის ამ გზებით ხელისუფლებიდან ჩამოშორება შექმნიდა ძალიან სერიოზულ ქაოსს თურქეთში. შესაძლოა თურქეთი მieყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ექნებოდა ბუნებრივია ძალიან საშიში და ძალიან სახიფათო
გავლენებს იქონიებდა ზოგადად რეგიონზე. ანუ ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, რისი თავიდან არიდებაც ამ შემთხვევაში თურქეთმა და თურქეთის ხელისუფლებამ შეძლო. თუმცა დღეს რაზეც საუბრობენ და ეს არის ის რაზეც თქვენ მეკითხვა, რაზეც დამისვით კითხვა, ეს არის უკვე თავად ამ შეუმდგარი ამბოხის შემდგომი პერიოდი. ზოგადად პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლებას აქვს, ანუ ხელისუფლება ასოცირდება და მმართველობა ასოცირდება ორ პარალელურ პროცესთან. პირველი პროცესი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კეთილდღეობა ამ წლების განმავლობაში და პოლიტიკური სტაბილურობის შექმნა, რის გამოც პრეზიდენტი ერდოღანი ახერხებდა წლების განმავლობაში არჩევნების მოგებას მზარდი პროცენტულობით და მოსახლეობის მზარდი მხარდაჭერით. თუმცა ამასთანავე მეორე პარალელური მოვლენა, რაც მუდმივად თავდევდა პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნების გაჩენა, როგორც თურქულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში, თურქეთის დემოკრატიულობის ხარისხთან და თურქეთში სეკულარული პრინციპების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს უკვე ამბოხის შემდგომი პერიოდი და პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ხელისუფლების სრული მონოპოლიზაცია ამ ეტაპზე, რისი ნიშნებიც დღეს ჩანს, აღრმავებს ამ კითხვის ნიშნებს. და ბატონ გეგა, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ბევრი დრო არ დაგვრჩა, მე მინდა კითხოთ, ჩვენ ვისაუბრეთ და თქვენც დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას, რომ ერდოღანი დღეს ძალიან ძლიერია პოლიტიკური თვალსაზრისით და ახდენს ამ ძალაუფლების კონსოლიდაციას თავის ხელში. მაგრამ საგარეო არენას რაც შეეხება, სადაც გამწვავებული ურთიერთობა ევროკავშირთან, ახლა კიდევ უფრო მეტად გამწვავებული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ბოლო პერიოდში მან სცადა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. აი ამ საერთაშორისო კონტექსტს თუ ავიღებთ და შევხედავთ რეგიონს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, თქვენი აზრით, საქართველოსთვის რა შეიძლება იყოს ყველაზე საყურადღებო და ხიფათი შემცველი? ჩემი აზრით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე ყველაზე ხიფათის შემცველი იქნებოდა თურქეთი, რომელიც იქნებოდა არასტაბილური, არეული და ქაოსში ყოფი, ანუ შესაბამისად, რო წარმოვიდგინოთ, რომ ამ სამხედრო გადატრიალებას ქონოდა რაიმე წარმატება, სადაც ისე ვამბობ, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება, ერდოღანის ხელისუფლება შეიცვლებოდა ძალადობრივი გზით, ის თურქეთს პრაქტიკულად გადააქცევდა, ანუ თურქეთს პრაქტიკულად უბიძგებდა სამოქალაქო, ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და ამას ბუნებრივია ექნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა, როგორც რეგიონზე, ასევე საქართველოზე. ამ ეტაპზე ბუნებრივია თურქეთის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოსი, ასევე როგორც შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოს შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ერთობლივი პოზიციების შენარჩუნება რეგიონში არსებული გამოწვევების გასამკლავებლად არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ფიქრობთ თუ არა, რომ მოსალოდნელია აი ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვახსენეთ დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან გამწვავებული ურთიერთობა, აი ამ ფონზე დაახლოება რუსეთისა და თურქეთის, რამდენად არსებობს ამის რეალური შესაძლებლობა, რესურსი და რამდენად მოსალოდნელია ეს თქვენი აზრი? რაღაცა ამის ცდილობები ბუნებრივია იქნება, იმიტომ რომ პრეზიდენტი პუტინი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაურეკა პრეზიდენტ ერდოღანს, ჰქონდა მასთან საუბარი, მოულოცა მას შეიარაღებულ ამბოხთან წარმატებით გამკლავება. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შესაძლოა ველოდოთ თურქეთ-რუსეთ შორის ურთიერთობების მეტნაკლებ ნორმალიზაციას, ან ნორმალიზაციის პროცესის დასაწყისს. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, პირდაპირ ჩართვისთვის. გეგამ გალობლიშვილი ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთში. და თემა, რომელზეც მე გითხარით, რამდენჯერმე გადაცემის